მოძრაობა პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის ზესტაფონში ადგილობრივი ოფისის პრეზენტაცია და შეხვედრები მოსახლეობასთან. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა შორის 5 ზესტაფონელია, წევის სკოლა კი რეიტინგული სიის ლიდერი, რამდენიმე წუთში სპექტრი ამ წარმატებაზე გიამბობთ. ცხოვრების მეგზური 8 დღიანი პროგრამით ქობულეთში როგორ დაისვენეს ორგანიზაციის ბენეფიციარებმა და სწავლების რაკურსები გაიარეს პროექტ მეგობრობის ხიდის მონაწილეებმა. მოძრაობა პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერებმა ზესტაფონში ვიზიტი პირველი სვირის მოსახლეობასთან შეხვედრითა და ორიონის ბენეფიციარებთან სტუმრობით დაიწყეს. მოგვიანებით პაატა ბურჭულაძე და მისი გუნდი მხარდამჭერებთან ერთად უშენგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში შეიკრიბნენ. მოძრაობის ლიდერმა შეხვედრის მონაწილეებს თავისი გუნდის წევრები გააცნო და იმ გეგმებს ესაუბრა, რომელსაც ახალი პოლიტიკური ძალა არჩევნებში წარმატების მიღწევის შემთხვევაში განახორციელებს. პრობლემების მოსმენის შემდეგ პაატა ბურჭულაძემ ადგილობრივ პუბლიკას ასევე მოძრაობის ეკონომიკური სტრატეგიაც გააცნო. იმავე დღეს ზესტაფონში სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერებმა მოძრაობის ადგილობრივი ოფისის პრეზენტაციაც გამართეს. წევის საჯარო სკოლა ქვეყნის მასშტაბით რეიტინგული სიის ლიდერი გახდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა რეიტინგული სიის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სკოლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. წევის საჯარო სკოლა 3,75 მიასედი გულით 29 გამარჯვებულ საჯარო სკოლას შორის პირველ პოზიციაზეა. ყოველწლიურად ჯამდება ეგრეთ წოდებული რეიტინგული შედეგები, საჯარო სკოლების რეიტინგული შედეგები. ეს არის ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების რაოდენობით, მასში შეფარდება მოსწავლეთა რაოდენობასთან, იკვეთება პროცენტული მაჩვენებლები და ასევე წარჩინებული მოსწავლეთა რაოდენობა. ეს არის 9 კლასის ბაზაზე ეგრეთ წოდებული ათოსნების რაოდენობა და 12 კლასის ბაზაზე მედალოსნების რაოდენობა. ამ მხრივ იკრიბება ეს ფულები და ძალიან სასიხარულოა ზესტაფონის რაიონში წევის საჯარო სკოლა გავიდა პირველ ადგილზე მთელი რაიონის საქართველოს მასშტაბით რეიტინგული ქულა მას დაუგროვდა 3,75 მიასედი, რაც ძალიან მაღალი ქულა, ამიტომ სკოლამ მიიღო 3 სხვადასხვა მადლობის სიგელი და დაჯილდოვდა სკოლის დირექტორი. მადლობის სიგელები და ფასიანი პრიზები გადაეცათ წევის სკოლის იმ მოსწავლეებსაც, რომლებმაც გამარჯვება მოიპოვეს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე. ნიკა გელაშვილმა, მანუჩარ გურგენიძემ და თამუნა ჭანკვედაძემ 20 სხვადასხვა საგნის ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგები დადეს. ყავს 2 აბიტურიენტი, გელაშვილი ნიკა, რომელმაც წარმატებით გაიარა სასკოლო ოლიმპიადები 3 საგანში, გეოგრაფიაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და გერმანულ ენაში. მეორე მოსწავლე ისიც აბიტურიენტია, მანუჩარი გურგენიძე, მან გაიმარჯვა გეოგრაფიაში სასკოლო ოლიმპიადაში და მასაც წარმატებებს უსურვებ და მასაც უსურვებ, რომ 100%-იანი გრანტი აიღოს. და ყავს მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა თამუნა ჭანკვედაძე, მან როგორც ნიკა გელაშვილმა, ამანაც 3 საგანში გაიმარჯვა სასკოლო ოლიმპიადებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გერმანულ ენაში და გეოგრაფიაში. ეს მინდა მოგახსენოთ, რომ არის ჩვენი პედაგოგების ძალიან დიდი დამსახურება. ჩემი პედაგოგები, აი ყველა საგანში უმეტესწილად პედაგოგების არიან უზნაძის, ჯავახიშვილის და კეცხოველის თეორიებით გაზრდილები და ალბათ ესეთი წარმატება, იმიტომ გვაქვს მართალია ბავშვთა რაოდენობა, მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა, მაგრამ წარმატებული ბავშვები არიან. ზესტაფონის მასშტაბით ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე სულ 5 გამარჯვებული გამოვლინდა. წეველი მოსწავლეების გარდა სასკოლო ოლიმპიადაზე წარმატებებს მიაღწიეს მე-7 და მე-3 სკოლის უფროსკლასელებმაც. ასევე დაჯილდოვდნენ გუშინ
ოლიმპიადის გამარჯვებული ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული ბავშვები და ზესტაფონისგან აქედან 5 იყვნენ. ეს არის რომლებიც რეიტინგულ 10-ულში მოხვდნენ. ეს არის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე გუგეშაშვილი, ლუკა ჭანკოდაძე და მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე ქართული ენა და ლიტერატურაში გამარჯვებული. 2015-2016 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში 100,000-მდე მე-12 კლასელი მონაწილეობდა. აქედან 121 გამარჯვებული გამოვლინდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილების გარდა 77 საუკეთესო ათეულიც გახდა ცნობილი. გამარჯვებული მოსწავლეები განათლების სამინისტრომ 100,700 და 50 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათებით დააჯილდოვა. ქობულეთში დასვენებისა და აქტიური შემოქმედებითი მუშაობის მე-7 დღე პროექტ მეგობრობის ხიდის მონაწილეებისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. განრიგს, რომელსაც ისინი ამ პერიოდის განმავლობაში ზედმიწევნით ასრულებდნენ, სტუმრიანობის გამოცვლილება მოუწია. სასტუმრო სისაიდის დამსვენებლებთან ფეროშენადნომთა ქარხნის დირექტორის მოადგილე პერსონალისა და სოციალურ საკითხებში გოჩა ჭანტურიძე და პროფკავშირული ორგანიზაცია სამთო მეტალის წარმომადგენლობა ტკბილი პროდუქტებით ხელდამშვენებულები მივიდნენ. ამ ფორმით ჩაერთო სამთო მეტალი კომპანია ჯორჯიან მანგანეზის მიერ სრულად დაფინანსებულ პროექტში. პროფკავშირ სამთო მეტალმა გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა ამ მაშინ და დღეს პატარა საჩუქრები ჩამოვუტანეთ ბავშვებს და გადავეცით. ბავშვები დღეისათვის კმაყოფილებით დაგვრჩენ. ხვალესათვის იგეგმება მათთვის ექსკურსია ბათუმში. მომავალშიდაც შევეცდებით, რომ ჩვენ ამ ბავშვებს დაუჭიროთ მხარი. ამ პროექტმა შეუწყო ხელი, რომ მათ დასასვენებლად ჩამოსულიყვნენ ქობულეთში, ენახათ ზღვა, პლიაჟი და 8 დღის განმავლობაში ის სრულყოფილი პირობები ჰქონდათ, როგორც ნორმალურ ოჯახს შეფერის. ცხოვრების მეგზურის პროექტ მეგობრობის ხიდის ფარგლებში ზღვაზე დასვენების 8 დღიანი პროგრამით 45-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. მოზარდებსა და მათ მშობლებს მაქსიმალურ დასვენებასა და გართობასთან ერთად დრო და ხელშეწყობა სხვადასხვა აქტივობებისთვისაც ჰქონდათ. ყველაფერი იდეალურადაა, გართობაც ძალიან კარგია. მეცადინეობიც გვეტარდება ხოლმე ყოველდღე, ვწერთ თემებს, ხატავთ, ყოველგვარ ფიზიკური აქტივობებიც გვაქვს. და საინტერესოდ ვატარებთ დროს, რაც მთავარია. ყველაფერი არის მაღალ დონეზე და უზრუნველყოფილია ყველაფერი, არანაირი პრეტენზიები არ აქვს და ბავშვს ძალიან გვიხარია აქ ყოფნა. მადლობას მოვახსენებ, რომ ჩემ პატარა სამშვილთან ერთად მომცა იმის საშუალება, რომ დამესვენებია ქობულეთში. ის საშუალებაც ნახდათ არ მქონდა, რომ ჩემი შვილებისთვის ესეთი რაღაც გამეკეთებია. დიდი მადლობა ყველას და ამ პროექტს ამის გულობისთვის. პროექტის მონაწილეებსა და მათ მშობლებთან ტრენინგების ჩატარების მიზნით ქობულეთში არასამთავრობო ორგანიზაციების, თბილისის დღის ცენტრის მშობელთა ინფორმაციის ცენტრის და თბილი კერის წარმომადგენლებთან ერთად ცხოვრების მეგზურის ხელმძღვანელს მიწვეული ჰყავდა ასევე იურისტი, ფსიქოლოგი, სოციოლოგი, ლოგოპედი, მედდა. მოზარდებს მეცადინეობები უტარდებოდათ ინგლისურ ენაშიც. დავიწყეთ დიალოგის შესწავლა. მათ გამოადგათ ეს ცოდნა იმაში, რომ ისინი გაეცნენ უცხოელებს. მათ ადგებათ ეს ცოდნა მათთან საუბარში და მათთან დიალოგში. ჩემს მიერ მათ გაეცნოთ ბავშვთა კონვენცია, სხვა საერთაშორისო ბავშვთა უფლებების დამცველი აქტები, მათ გაიგეს თუ ვის უნდა მიმართონ იმ შემთხვევაში, თუ მათ განხორციელდა ძალადობა, მუქარა ან სხვა რაიმე ტიპის უკანონო ქმედება, მათ გააცნობიერეს, რომ სახელმწიფო იცავს მათ ყველა უფლებას და ინტერესს, რომ ისინი არიან სახელმწიფოს მიერ დაცვლები. პროექტს მეგობრობის ხიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ცხოვრების მეგზური რამდენიმე წელია ახორციელებს. ამ დრომდე მასში ზესტაფონელ სოციალურად დაუცველი კატეგორიის წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ოჯახების მოზარდებიც მონაწილეობდნენ. ამჯერად კი პროექტის სიკეთით აუტისტმა სმენა დაქვეითებულმა და ძალადობის მსხვერპლთა შვილებმაც ისარგებლეს. რუსუდან მუმლაძის შეფასებით ამ მხრივ ის უპრეცედენტოა.
წელს გავაკეთეთ ინტეგრირება სმენა დაქვეითებულ, უნარშეზღუდულ, აუტიზმით დაავადებულ ბავშვებთან და ჩვეულებრივ ობოლ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებთან. და ერთიანი პროგრამა განვახორციელეთ, ეს იყო პირველი დაკვირვება, როგორ ინტეგრირება როგორ მოხდებოდა ამ ბავშვების ჩართვა ჩვეულებრივ ნორმალურ ბავშვებში და პროექტმა გაამართლა. ეს ბავშვები, აუტიზმით დაავადებული და სმენა დაქვეითებული ბავშვები ჩვეულებრივად ისევე ერთობიან და თამაშობენ ამ ბავშვებთან, როგორც ჩვეულებრივი ბავშვები. ანუ მე ვთვლი, რომ პროექტმა წარმატებით ჩაიარა. დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ პროექტის ხელმძღვანელებს, ვინც დამეხმარა ამ პროექტის განხორციელებაში. მთელი ამ პროექტის დაფინანსება თავის თავზე აიღო ჯორჯიან მანგანეზმა. მეგობრობის ხიდი ცხოვრების მეგზურის ბენეფიციარებისთვის 2015-16 სასწავლო სეზონის ბოლო აქტივობაა. ამის შემდეგ, როგორც მისი ხელმძღვანელი ამბობს, ორგანიზაციაში არ დადეგები ცხადდება. ამ პერიოდის განმავლობაში ცხოვრების მეგზური შემოწირულობების მოზიდვაზე და მის ადრესატებამდე გადანაწილებაზე იმუშავებს. გააქტიურდება ასევე დღის ცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობის კეთილმოწყობის საკითხიც.